მოგახსენებთ, რაც შეეხება მანდატურებს, განათლების სამინისტრომ ჯერჯერობით დაიწყო საპილოტო პროგრამა დაახლოებით 7 სკოლამდე დავფარეთ უკვე, ვინაიდან ეს იყო პილოტი პირველ ეტაპზე და ძალიან გვინდოდა რომ ეს პილოტი კარგი გამოსულიყო და მინდა მოგახსენოთ ძალიან დიდი ღირსებით და სიამაყით რომ პილოტი მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა. ამაზე ძალიან ბევრი ისაუბრა განათლების მინისტრმა, ბატონმა დიმა შაშკინმა და გარდა ამისა ჩვენ უკვე დღეს დავიწყეთ მომზადება იმისთვის რომ შევარჩიოთ დაახლოებით სადღაც 600-მდე ადამიანი, რომლებიც უკვე სექტემბრიდან და დეკემბრის და ასე ვთქვათ, ნოემბრის და დეკემბრის ჩათვლით უკვე დაფარავს 200-ვე სკოლას თბილისის მასშტაბით და შემდეგ უკვე რეგიონების მასშტაბით. ჩვენ სრულად გვაქვს ის პასუხისმგებლობა გათვითცნობიერებული, რომელიც უკავშირდება ამ ადამიანების მომზადებას, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენში ვხედავთ იმ ძალებს და ძალიან დიდი ღირსების გრძნობით ვაცხადებთ, თორემ განათლების სამინისტრომ ჩვენ გვანდო ეს ამ საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება. ასე რომ რასაკვირველია, თუ ბოლო თვეების განმავლობაში, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ჩვენ ამდენი რამე შევძელით ჩემმა დანაყოფმა, მე არ გამიკვირდება, რომ პოლიციის სხვა დანაყოფმა შეძლო მართლაც შეუძლებელი. და კიდევ მოგახსენებთ, რომ გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი არა, მაგრამ გამონაკლისები, ასე ვთქვათ, ანტიპატიით და ნეგატიურად უყურებენ პოლიციის საქმიანობას, მე ჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გულის სიღრმეში ისინიც რასაკვირველია ძალიან ენდობიან ჩვენ პოლიციას და რასაკვირველია მათ ჩვენი პოლიციელები ნამდვილად ღირსეულ ადამიანებად მიაჩნიათ, თუმცა ამას არ აღიარებენ სხვადასხვა მიზეზების გამო, რაც სამწუხაროა. დიახ, პირველი რასაც აკეთებენ 0-22-ს კრიფავენ, როდესაც საჭირო მომენტი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ მანდატურების პროექტი ძალიან წარმატებული იქნება. ქალბატონ ხატი, აქვე მინდა გკითხოთ, FBI-ის პირველი პირი, რობერტ მიულერი, რომელიც საქართველოში ვიზიტად იმყოფება, ეს კიდევ ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ პოლიცია დღეს არის გაძლიერებული. ვიზიტის ფარგლებთან დაკავშირებით ხომ არ აქვს ინფორმაცია?